ქვეყანაში, სადაც მზია ამაღლობელი არის ციხეში, ჩემთვის იმ ქვეყანაში უკვე დიქტატურა არის დამყარებული და ეს არის ღია და გამოცხადებული ომი დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, მათ გასაჩუმებლად და განსხვავებული აზრის ჩასახშობად ქვეყანაში. აქ ახალციხეში რეალურად მზიას დაკავების შემდგომ გამოვედით უწყვეტად. ცხადია მე პირადად მანამდეც და სხვებიც ვინც დღეს ახალციხეში აქციაზე დგანან აქციებზე დავდიოდით თბილისშიც მანამდე აქაც გამოვდიოდით მაგრამ ჩემთვის როგორც პროფესიით ჟურნალისტისთვის და ბევრი წელი მედიაში ვმუშაობდი მზიას ამბავი აღმოჩნდა ის რამაც არ ვიცი რაღაცნაირად განსაკუთრებით შემძრა და მივხვდი რომ კიდევ უფრო მეტად ვიგრძენი და გავიაზრე რამხელა საფრთხის წინაშე დგას მთელი ქვეყანა და რამდენად დიდია საფრთხე იმის რომ რეალურად ამ ქვეყანაში ყველა მიცოდეს მხოლოდ ის რაც უნდა ქართულ ოცნებას რომ ხალხმა იცოდეს იმიტომ რომ ისინი ებრძვიან დღეს დამოუკიდებელ მედიას რომ აღარ იცოდეს ხალხმა კორუმპირებული ჩინოვნიკების შესახებ რომ აღარ იცოდეს ხალხმა იმის შესახებ თუ რეალურად რას აშავებენ უბრალოდ ქართული ოცნების წარმომადგენლები და როგორ მიგვათრევენ ისინი რუსეთისკენ. ჩემთვის პირადად ბათუმელები და მზია იყო ყოველთვის მაგალითი, რომელზეც როგორ ჟურნალისტი შეიძლება ითქვას, რომ გავიზარდე, იმიტომ რომ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ უნდა ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც იყო მზია. მე ვიდრე მზიას პირადად გავიცნობდი, მანამდე ძალიან ბევრი მსმენია მის შესახებ, იმის შესახებ, როგორ ცდილობდა ის დამოუკიდებელი მედიის შენარჩუნებას ჯერ კიდევ ასლანის აჭარაში. ამიტომ მგონია, რომ დღეს როცა ჩემს მეგობრებს ასე ებრძვიან, დღეს როცა რეალურად ქვეყნის დაკარგვის საფრთხის წინაშე ვდგავართ, სიჩუმის დრო აღარ არის და მე ვამბობ ხოლმე, რომ აღარ შემიძლია რომ, რა ვიცი, რაღაცნაირად ვიღაცას რაღაცა დავუთმო და გონია რომ გაჩუმება აღარ შეგვიძლია მოკლედ და გონია რომ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ, იმიტომ რომ ჩემთვის წარმოუდგენელია რომ აქამდე მოტანილი საქართველო რუსეთს დავუთმოთ.